საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვამ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი სერვისები შეაფერხა. გემები პორტებში გაჩერდნენ, ავიარეისები გაუქმდა, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. გაფიცვის მიზანია შეაჩერონ ის მძიმე ეკონომიკური ზომები, რომლებიც საბერძნეთს 10 წლის წინ საერთაშორისო კრედიტორებმა დაუწესეს. ათასობით დემონსტრანტმა ათენის ცენტრში რამდენიმე მსვლელობა მოაწყო, რომლებიც დაპირისპირების გარეშე დასრულდა. მათი მოთხოვნებია ხელფასების ზრდა და კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებების აღდგენა, რომლებიც გაუქმდა ფინანსური კრიზისის დროს გატარებული მტკივნეული რეფორმების ფარგლებში. მოვითხოვთ ხელფასების ზრდას ყველასთვის, რადგან ის არ გვყოფნის თვის ბოლომდე. დაუყოვნებლივ საჭიროა გატარდეს ზომები ჯანდაცვაში, განათლებაში და ყველა იმ სფეროში, სადაც მუშაკების ცხოვრება უარესდება, მაშინ როცა მსხვილი მონოპოლიების მოგება იზრდება. გაუქმდა როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ავიარეისები. ათენში ავტობუსები, მატარებლები, ტრამვაი და მეტრო მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობდნენ. საბერძნეთი ამჟამად ფასების მკვეთრ ზრდას ებრძვის, პარალელურად კი მსოფლიოში ეკონომიკურ არასტაბილურობასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფებით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთებაა. მოვითხოვთ ხელფასების ზრდას ყველასთვის, რადგან ის არ გვყოფნის თვის ბოლომდე. დაუყოვნებლივ საჭიროა გატარდეს ზომები ჯანდაცვაში, განათლებაში და ყველა იმ სფეროში, სადაც მუშაკების ცხოვრება უარესდება, მაშინ როცა მსხვილი მონოპოლიების მოგება იზრდება. ვიბრძვით მოგვიმატონ ხელფასი, რადგან ამ ეტაპზე ის თანხა, რომელსაც გვიხდიან, არ აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს მაღალი ფასების გამო. ეს მატება ნულდება და გვაიძულებს ყველგან შევზღუდოთ ხარჯები, რათა გადავრჩეთ. პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის 40%-ზე მეტს ხარჯავს კომუნალურ გადასახადებში. საჯარო სექტორის ამბრელას წარმომადგენლები მოითხოვენ ხელფასების ზრდას და სადღესასწაულო დანამატის აღდგენას სახელმწიფო მოხელეებისთვის.